undisputed GFC Welterweight Championship of the World. Introducing first, fighting out in the blue corner, a mixed martial artist holding a professional record, 5 wins, 1 loss. He stands 185 centimeters tall, weighs in 77.1 kilos. Fighting from Almaty, Kazakhstan, representing Building Top Team, Mana Nurkozhan. Fighting out of the red corner, a mixed martial artist holding a professional record, 9 wins, 2 losses. He stands 187 centimeters tall, weighs in 77.1 kilos. Fighting from Talca, Georgia, representing Warriors Tbilisi MMA, Beka Chagliani. And when the action begins, your referee in charge, Mr. Baur Jumanov. Guys, you know the rules of the fight, yeah? Don't break the rules. Listen to me carefully. Listen to my commands. Beka არ შეგვარცხინო ეხლა შენ იცი. Beka მაქსიმალურს გააკეთებს. რეფერი მოუწოდა ყურადღებისკენ მებრძოლებს, რომ მიყვნენ ინსტრუქციებს გალიაში. Beka's მზერაც დაიძაბა. კარები დაიკეტა სულ მალე დაიწყება main event-ის პირველი საჩემპიონო ღონისძიება. კარგი კიკი ბეკას შესრულებით ახლა შევიდა ბეკაში და შესანიშნავით იგაურა. გადასარევად გადაიყვანა. ზედმეტი მოძრაობები არ გვინდა ახლა, არ გვინდა ზედმეტი მოძრაობები, ახლა დავფიქრდეთ, მოვიფიქროთ, საიდან მიუდგეთ, როგორ ვქნათ, რანაირად ვქნათ და ესე გავაგრძელოთ. მაინც დასაწყისია პირველი რაუნდია და ყველაფერი საშიშია. თუნდაც ქვეშიდან იყოს, თუნდაც ზევიდან მოწინააღმდეგე. გარდიც ძალიან საში გადააბიჯე ხა შეიძლება გადასვლა. აი აქედან ახლა ესე კისრიდან აი რა შვებიდო. ამდენი ხანი. როგორ გადაუძრა? არა, კისერზე რას უშვებოდა მაინც ვერ. კარგად შემოატრიალა ყოჩა ბეკას. კარგად ჩაიყვანა ყოჩა. აუ, ფიზიკური ზალით მოწყვიტა ეს იყო ყველაზე ისეთი ნაგლი ძერს კი დაგდება რა, რომ ეუბნები და აკეთებ განამოტყუებით. ეხლა გარდის გარღვევისას ზურგი არ უნდა დათმოს ბეკამ იგივე შეცდომას უშვებს. აი მე მგონი ხელი ჩაკეტვა უნდა და მე აი იგივე კი არ უშვებს დაუშვა იგივე შეცდომა პრინციპში. არაფრით არ შეიძლება ეს რას აკეთებდა ვერც მივხვდი უბრალოდ რომ გარდა გადაბიჯება უნდა და კისრის ხარჯე თუმცა მან ძალიან საშიშია ზუსტად იგივე რაღაც რასაც ვამბობდი რომ მე ვფიქრობ რომ ადგება ეს საფრთხეა ადგება ვფიქრობ ადგეს თამლიანი შეიძლება პატარა დარტყმის მიყენება მაუთი არ უნდა მისცეს არა არ მისცემს მე ვფიქრობ იმიტომ რომ ორჯერ ისე გადაიყვანა რომ ადგომა ეხლა არ გაჭირვებია მე თუ მკითხვა სხვადასხვა ბეკას ძალიან კარგი გრეპლინგ დეფენდი აქვს კარგად ჭიდაობს და კარგი სტრაიკერია მე ველოდები დღევანდელ საღამოს აი არა მანდედან კლეპკაზე მარჯვენა მხარე მიდებული გაქვს მოგვერც როგორ გააკეთებ მანაფი აკონტროლებს კეიჯზე თამლიანს აი ხლა გაატარა აუ კაი მოარტყა მარცხენა ბაკავი და ხელი კარგად იცის ეგრევე ეთყობა კაზახ სპორტსმენს აშკარად კი ხელით მუშაობს მოკლე დარტყმები აქვს და სწრაფი უყურებ მუცელი თავი არა ხელით არ უნდა ვამუშაოს კარგად დგას აი ხლა თამლიანი უნდა იჭიდაოს მეტი უნდა იჭიდაოს ეს ბიჭი არ უნდა ვაჭიდაოთ ხელში ჩვენ flying ეხლა აი აქ flying knee შემოგთავაზა მანაფმა ყაზახმა მებრძოლმა რომელიც საკმაოდ მაღალ დონეს აჩვენებს როგორც პარტერში ასევე დგომში და უნდა იჭიდაოს თამლიანმა არ უნდა ეჩქარა გარდის გარღვევა თამლიანს უნდა წაეღო რაუნდი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დგომში ყაზახი გვაჩვენებს საუკეთესო დარტყმებს აი ხლა სწრაფს აი ეგრევე აი კრივზე არის ნასიარულები აი ხლა კარგი ჰაიკიკი არა არ უნდა ვამუშაოთ ხელით ეს კაცი ჩვენ ისევ ჭიდაობა
აუცილებლად. თორე ამან თუ ხელით გააგზელა, გადატეხავს ახლა ამ ბრძოლას. მე ვიცი რა, აი გრძნობ. ხელით არ უნდა ვამუშაოთ. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ. ნახე ხელით, აი კაზახმა შესწომა დავშეხა ფეხის ქნება საერთოდ არ ჭირდება ჩვენთან. აი ხა შეიძლება მუხლი მიწდეს. ძალიან მაგარი ბრძოლის მომსწრენი ვართ. ეს არის მაღალი ხარისხის ბრძოლა, სადაც აი ხა ღვიჩი არ უნდა ამუშაოს ხელით, თორე წავაგებთ ეგრე ბრძოლას ჩვენ. აი გავატარებთ დარტყმას რა, უეჭველი. და არ უნდა ვიდგეთ კუთხესთან, კლეტკასთან ზურგით, როცა ჩვენ ჭიდაობაში ვერ ყაზახი მებრძოლი ყველგან საშიშია. მოდი ეს რაუნდი დამთავრდეს ესე. ეს რაუნდი დამთავრდეს, რომ იმ პირველ 1 წუთში დასვენებაში გადატეხოს ბექამ ფიზიკური ძალით, შემოატრიალოს და როგორღაც უნდა გადაიყვანოს პარტერში. სხვანაირად ძალიან გაუჭირდება თამლიას. აი ხა კიდევ ეგრე, კიდევ უნდა შემოატრიალოს მეტი მცდელობები ბექა. აი ხელით აბერკოტი დაინახე კაზახმა ძალიან როგორ. კარგი ბოქსი აქვს. ძალიან საშიშია. ძალიან საშიში, კიდე აბერკოტი. ძალიან საშიშია, ხელით არ უნდა ვამუშაოთ. აი ხა იდაკვის დაკუსუფლება არ უნდა მიცეთ. ისევ გვაკონტროლებს. მანაფი გალიასთან ძალიან სადაო რაუნდია, ძალიან სადაო რაუნდია. დასასრული უნდა გაუკეთოს თამლიანმა, აუცილებელია რომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა პოზიტიურად უნდა წაიღოს რაუნდი. აქ არაფერი აღარ შეიცვალა, ეხლა ეს რაუნდი დამთავრდა და ამ 1 წუთში მე მგონი ცოტას რაღაცას ეტყვიან კუთხეში, როგორ და რანაირად ქნას, იმიტომ რომ აი ხა დაიღალა თუ აი ვერ გავიგე. რამდენი რაუნდი? დასრულდა. პირველი რაუნდი დასრულდა, ალბათ საჩემპიონო რაუნდი ალბათ. კამარზეა ხო? 5 რაუნდია ესე, კამარზე თუ. არ მაქვს სამწუხაროდ ინფორმაცია რაუნდების შესახებ, თუ საჩემპიონოა რეალურად ალბათ 5 რაუნდიანი დასრულდა პირველი რაუნდი. ძალიან მძიმე პირველი რაუნდი. აი სამოყვარულო რაუნდს რო უდრის, ისეთი პირველი რაუნდი იყო. ნახე, ძალიან საშიშია თამლიანი კაზახი, მანაფის წინააღმდეგ ძალიან საშიში ბიჭია, ყაზახი სპორტსმენი, კარგი კრივით, კარგი დაცვით. მე ვფიქრობ, რომ ფიზიკური ძალის და ხასიათის ხარჯზე უნდა გადავტეხოთ. მე ვფიქრობ, რომ თამლიანი არ არის მაინც და მაინც დაღლილი. ნუ ესე არ გამოიყურება. შვიდად გამოიყურება თამლიანი, შვიდად უნდა გამოიყურება. აღვნიშნოთ. ორჯერ პარტერიდან იგივენაირად გაიქცა კაცი, აი უბრალოდ არ ვიცი რა. უნდა დაემიწებინა, აუცილებელი იყო. პირველი 2 წუთი უნდა მოიგო პოზიტიურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მებრძოლები ჩქარობენ და არაფასებენ მეტოქეს შესაბამისად. ალბათ თამლიანის შემთხვევაშიც მსგავსი რაღაც მოხდა. ეს კუთხემა უნდა გაამშრალონ და რეფერი არ უნდა აკეთებდეს ახლა შავ სამუშაოს. დაიწყო მეორე რაუნდი. კარგი ჯები თამლიანის შესრულებით. კიდევ კარგი ჯები. ხელით არ უნდა ვამუშაოთ, არა, ამ ჯებზე დაგვიჭერს ჩვენ ეგ. ხელში ჯობია, უკეთესად მუშაოს, ბევრად ხელი. და კიდე ამუშაოთ. ბაცლებში შევიდნენ. ბიჭები კარგი შემხედრი ჰაიკიკი იყო. თამლიანის შესრულებით უნდა ფეხი გაუცურდა თამლიანი. აი ტეიქდაუნი, ბრავო ბეკა. აი აქედან აღარ გაუშვათ ეს ერთი რაუნდი მაინც. ეხლა ჩვენ ფეხზე ამას ვერ აღარ მოვგებთ. უნდა იჩქაროს თამლიანმა, აღარ უნდა იჩქაროს ეხლა. და ესე ნელ-ნელა ამუშავე დაბლა დაღალ ეხლა ბოქსიორ კაც რა უნდა მოკრივეს. იგივენაირად ებერება ხელები ეს ყოველი შემთხვევისთვის მესამე რაუნდზე ფეხზე ისე ვეღარ იჩხუბებს. ხელები დაებერა. რატო აყენებს? ვერ გავიგე რა, ასაკეთებს უბრალოდ, აი რა ვიცი, მაპატიოს ახლა მაყურებელმა სამივე ჯერ აი ძალიან უაზროდ აუდგა ფეხზე. ორჯერ თვითონ გაუშვა, რასაკეთებდა მე ვერ მივხვდი და ეხლა კიდე ააყენა, უბრალოდ გაუშვა. არ ვიცი. და კუთხეში კლეტკასთან მიყუდება რაღაცა ჭირს მე ვფიქრობ, რა ვიცი, ან დაიღალა? ანუ ჩემი ალბათ გაუჯობესება უნდა თამლიას გადასვლა გარდიდან, განვითარება პოზიციის და ამიტომ დაუშვა ეს შეცდომები ალბათ. იმიტომ რომ პირველ რაუნდში მსგავსი შეცდომა დაუშვა და გაექცა ყაზახი სპორტსმენი. ახლა
ძალიან საშიში მუხლი. რას აპარაკობ, ტყვიასავით იქნებს ხელებს და მუხლებს და ფეხებს, ეს კაზახი საშიშია კიდე. მაგასაც მეტი არაფრით არ შეიძლება ეხლა მოდუნება. მეტი უკეთესად რო უკარნახონ საერთოდ ახლოს არ მივიდოდა კაზახი. ნახე, მუცელი თავი მუცელში რომელმა იმუშავა დღეს ამის გარდა. კარგი ბოქსი აქვს. უმაღლესი. მემარცხენე, ნახე. დაიჭირა მარცხენა. დამიზნებულზე. აი ესეთი ნაგლი დარტყმა. აი ესე უკან თუ ვიარეთ ჩვენ. გადავიყვანოთ. აუცილებლად და გადავიყვანოთ. დააყენებს მე ისევ და რატო აყენებს არ ვიცი მე მაგარი ნერვები დამაწყდა ახლა ამ ბრძოლაზე აი პირდაპირ გეუბნები. ნახე მუცელი, თავი მუცელი, უნდა გამოვიდეს ახლა ეს პოზიცია არაფრით არ აწყობს. რას ელოდება რაღაცა საზღვარგარეთ რო იყოს და დიდფულზე ჩხუბი ვიფიქრებდი რომ ბრძოლა გაყიდა. ანუ ისეთი სიტუაცია არც გავს რომ მკვდარია. მარცხენა გაატარა თამლიანმა. აი დაყვი გაატარა ახლა კიდევ მარჯვენა. და კლეტკასთან რას ელოდება ნახდათ ვერ მივხვდი. 5 რაუნდიანი ბრძოლისთვის საერთოდ ესე არ არიან ხოლმე მომზადებულები. ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ მე ხო როგორც არ უნდა იყოს ბალეიშიკოვ ჩემპიონს და რო ბალეიშიკოვ კრიტიკასაც არ ვიშურებდა არც შექებას. თავისთავად როდესაც შენ სამშო ახლა აუფეთდა. ნახე, 4 დარტყმა რა სწრაფად გააკეთა. კი არ მოხვდა, მაგრამ საშიშია, ძალიან საშიში. შექებადი ძალა გვაჩვენა. ახლა უნდა გადავიყვანოთ როგორღაც. უნდა მოიკრიბოს ძალები ბექამ და ახლა როგორღაც უნდა შემოატრიალოს. მე მგონი გაიღვიძებს მესამე რაუნდში. შეიძლება გაყავს დრო რომ ბოლო რაუნდებში კარგად იმუშაოს ალბათ. აი ახლა კარგი აპერკატი. ოჩახ ბეკას. აი გაატარა. ხო რაღაცის იმედად უნდა დავდგეთ რა, იმიტომ რომ ხა ვაგებთ ბრძოლას. ნუ ესე თუ გაგზელდა. ხო აბა დომინირებს კაცი და კუთხეში ჩვენ ვდგავართ და ახლა ტკივა არ ტკივას არავინ ითვლის, ქულებს ითვლიან და ისე არის წაგება მოგება. აი ხა არ უნდა არტყმევინოს ტანში ამდენი. ფირკველში დაარტყმევინე ხა, მე სუნთქვას უჩერებს ხო? დაუნძიმდება სუნთქვა, სხვა გამოსავალი არ არის. და მაგას ბეკაც ძნობს. ფაქტია და კუთხეც კარნახობს. და გული რაზე მწყდება, იცი, აი ეს კაზახი აი ამ კლინჩი ჩვენ ვერ უნდა გვიგებდეს. აი ყველაზე მეტად გული ამაზე მწყდება, რომ აი ამ მომენტში ჩვენ არ უნდა გვიგებდეს. ხო და ფიზიკურადაც ხა ერევი აქცევ შემოიტრიალე, ნუ გაამუშავებ ხელებით, ხო? აი კლინჩი და უნდა გადავიდეს გარო. ნახე, აი ძალიან კარგად აფეთქდა თორე. აი ახლა წააქციე, ძალით მოხდა. აი ეს უნდა გამოიყენოს თამლიანმა, შეიძლება უკების შეტევა. გეხვეწები, მიდი რაღაცა ქენი. აპრესვა და მარჯვენა ხელით მუშაობა შეიძლება ახლა. აღარ აყენო, აუცილებელი ახლა, მეტი გააქტიურება. რა შვება ახლა? წამოდგეს თამლიანი. ის კი მორაზე ჩალა. ფეხი უნდა ჩაკეტოს, კი, უნდა ჩაკეტოს და მიიყვანოს კუთხეზე. შეიძლება ახლა ფეხი მარცხენა ფეხში უნდა გამოვარტყა წააქცია. შეიძლება ეგა. რატო ეკიდები? გამოვარტყი ფეხში, რაღაც უგიდან ხარ, არ მუხლი უნდა ამუშაოს ახლა, გამორიცხულია. თუნდაც მუხლი. ვარიანტი, მუხლის კი მუშაობა. ბატონო, არა, კიდე ძალით შემოიტრიალა. არ ვიცი. არ ვიცი. ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობა დაკარგა თამლიანმა. მე რამდენი და მეწოდება ახლა რატო იცი? ასეთი ვარიანტებში ემთხვევა, ხო წვალობ რომ იმ ვარიანტში აღმოჩნდა და იმ პოზიციაში და მე კარგავ როგორ იცი? აი 500 მანეთად ვიყიდე და ერთმანეთთან დღეს ვაჩუქე. აი ეგეთი ვარიანტი გამოხდეს. დილას იყიდე, საღამოს გაყიდე. აი ეგ რა მოგივიდა შედალოცვილო, მიხვედი ხო? შემოიტრიალი ზურგით, აგერ გვანახებენ, ნუ გავუშვებ რა. თუ ყველა ვარიანტში სანახაობის მხრივ ძალიან მაღალი დონის. კი, საინტერესოა, კი ბატონო, ოღონდ კაზახი მინირებს რა, ეს არის სამწუხარო ჩემთვის პირადად და შემთხვევით ვიცი რა და წინ გვაქვს მესამე საჩემპიონო რაუნდი, მესამე, მეოთხე და მეხუთე. და ახლა თამლიანმა ყველაფერი უნდა ჩადოს. არც არის თითქოს მაგარი დაღლილი, ხო აი რო უყურებთ, კაზახი უფრო მეტად დაღლილია, იმიტომ რომ კაზახი არ ჩხუბობს ისე როგორც მას შეუულია. კაზახი საერთოდ კლინჩი არ უნდა უნდა დადგეს და ხელებით უნდა იბოქსაოს, მაგრამ სხვა არაფერი არ უნდა აკეთოს. და მიუხედავად იმისა, შემოდის და კლინჩი გვეჭიდავება ჩვენ და ჩვენ კუთხესთან. პირიქით ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ამას. მესამე რაუნდს ხასიათი გადაწყვეტს. ჩემი აზრით, ახლა ვინც ფსიქოლოგიურად უფრო მობილიზებული იქნება, ვინც განეწყობა მესამე რაუნდისთვის, ის წაიღებს მესამე რაუნდს და შეიძლება მთელი ბრძოლა წაიღოს. კი ბატონო. Round
დაიწყო. მესამე რაუნდი ატარებს თამლიანი დარტყმებს ეხა რაღაც უნდა მოუხერხოს. ვერ დაიჭერ ამას ხელში აყოლაში. უნდა იჭიდაოს ან ქიქებით. აი ხა კარგი მარცხენა, სწორია. შეიძლება მეტი კაუნტერი. აი ხა ბოქსის კაუნტერი შეიძლება გაკეთდეს. არ მოხვედრია ახლა იქ რა. თამლიანი ანიშნებს რომ აკრძალული დარტყმა მოხდა. გამეორებაზე გამოჩნდება რა მოხდა? არა, მუხლი მოხდა. მუხლი მოხდა ბექას. აი ხა გავატარეთ ძალიან მძიმე დარტყმა მარცხენა ხელით. ყველა დარტყმას იწყებს ეს კაზახი მუცლით. ამასობაში არ შეიძლება რომ ერთი ჰაიკიკი რაღაცა ფეხი გაუჭიმოთ ან პირდაპირ ან აბერკოძე შევახვედროთ ან ვიცით რომ ყველა დაწყებას იწყებს მუცელში. ცვირი მორყეული აქვს ყაზახს და შეიძლება ეხლა ერთი კარგი ორიანი რომ წინ სიარული უნდა დაიღალა კაზახი უკვე. კლეტკასთან შეიძლება გამოჭირა და ფეხში შესვლა. შენ თვითონ უნდა დაპრესოს თამლიანმა აუცილებელია ეხლა თუნდა რომ მესამე რაუნდი გადატეხოს. კი ბატონო, ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ, არაფერი არ გამოვა. აუცილებლად ფეხები უფრო დაღლის, ჯობია ხელებით იმუშაოს, ბექამ და შევიდეს. მუცელში რამდენი მოარტყა უკვე, უყურე, მუცელი გაუწითლა. აკვირდები, ნახე, კიდე სულ მუცელში იმუშავება და ეს იზავს თავის გასაკეთებას. მეოთხე მეხუთე რაუნდში აუცილებლად დაზიანდება თამლიანი. ეხლა ეს რაუნდი ძალიან მნიშვნელოვანია. აი ესე უნდა ვიაროთ სულ წინ, უკან სიარული ჩვენ არ გვაწყობ. ეს რაუნდი თამლიანმა. კი ბატონო. ძიმე პრესინგის ფონზე უნდა გადატეხოს. ეხლა გაატარა ფეხი. კიდე უნდა მსგავსი კომბინაციები. ერთიანი და ორიანი არა. უფრო 3-4-იანი კომბოები უნდა. წდება ყაზახი ნელ-ნელა. სულ წინ უნდა იაროს. უბრალოდ აი ნაბიჯი უკან არ უნდა. კიდე გააქტიურდა თამლიანი. შეიძლება ეხლა კიდე წინ, ხოლო წინ. თორე ჩაყვანა აუცილებელია ეხლა. და მოიკრიფოს ძალა უკუაგდო, კარგია. ერთი ორს აკეთებს ყაზახი და გარბის. აი ამ დროს აღარ უნდა გაშვება კულებს, გვიგებს ეხლა. ამ დროს აღარ უნდა გაუშვათ ჩვენ. ისვენებს, ნახე ტვინით როგორ ჯობია. 1-2 გავიდა, წავიდა, ნახე. ეხლა უნდა გააქტიუროს. არ გაუშვა. გალიასთან გამოიჭიროს და ხელებით არის სამუშაო აუცილებლად. ეხლა გაატარა, კარგი ფეხი გაატარა თამლიანმა. შემხედრი კაუნტერებია საჭირო. აი ეხლა გადაიყვანა, ბრავო! ეხლა ამასოლოდებოდი. ეხლა მოახერხოს რომ აღარ გაუშვათ. ეხლა დაბლიდან ესე გვეყოლებოდა 4-ვე რაუნდი, 3-ვე რაუნდი. ეხლა ჭკვიანად რომ ემუშავა და სწორად. და ეხლა მაინც შევინარჩუნოთ, ხო გადაიყვანა, ხო დაიღალა. ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა დავამიწოთ. ისევ გარჩი ჯობდა საით კონტროლში ყოფილიყავით. აი მე გვიტრიალებს, მე მგონი ისე ვატრიალებს თუ რა აღარ ააყენო ჩემო ძმაო მიდია აგიდგება ვაიმე რა გავაკეთო აღარ ვიცი როგორ მეწოდება კაცმა მეხუთე წააქცია და ფეხზე აყენებს თვითონვე აი პროსტა ვერ გავიგე რატო შვება ასიც რამეს თქვი რაღაცა შენ რატო აყენებს ფეხზე ხო არის ნუ ბეკასურულის საწინააღმდეგო ხდება ეს რა შემიძლია რა თქმა უნდა საწინააღმდეგო ხდება მაგრამ რა შემიძლია მტკიცებით ფორმაში განმაცხადოს არის რომ იცის როგორ წამოდგეს ბატერფლაი გარდიდან მერე არა საკეთებს და დგება ფეხზე კარგად იცავს იცის გრეპლინგი ბოქსის მიუხედავად კარგი აშკარაა რომ აი ხო შეიძლება არა ვერ დაიჭერს ეგრე კულებს გვიგროვებს აი მაგარი გაიძვერა მოწინააღმდეგე ყოს თუ კითხა რა დაგვარტყა და წავიდა და ხოიც პატარა ზაღლი უკიდან უკმენს გაიქცე აშკარა დაღლილია და პროვოცირებს ბეკას ემოციებზე მერე გამოსდის უნდა გაეკიდოს და დაიჭიროს გამოსდის ბეკამ უნდა იაროს წინ ხოლოდ წინ ნახე ხელს წევს რომ აჩერებს მოწინააღმდეგეს
ნუ დისტანცია დიდი, ახი აბერკოტი როგორ ვქნა კიდე გადის, ნახე, 1-2 კიდე უნდა გადავიყვანოთ კიდე ეს მე აღარ ვიტყვი არაფერს. აი ხლა იდეალურად უჭირავს. იდეალურად გაუშვა, შეკრა იდეალურად და გაუშვა ისევ. და გალიისკენ უნდა შეატრიალოს თავით რაც არის რაც მისცემს მოწინააღმდეგის ბლოკირების ყაზახი არ აპირებს გაქცევას და იქნება ამ პოზიცია მაინც გუშველოს რომ ფეხზე არ ააყენოს. ეხლა ჯვარზია ხო ხედავ ფეხები ყაზახს. და ეხლა მაინც ემუშაოს ესე და ნუღა არ ააყენებს, იმიტომ რომ ქულები მიდის. დასასრული არის ჩვენი და მე ვფიქრობ რომ ეს რაუნდი გაქვითა თამლიანმა და წინ არის მე-4 და მე-5 საჩემპიონო რაუნდები. ოჩახ, როგორც იქნა ყაზახმა დაიჭირა დაბლიდან და აღარ გაუშვა რომ ფეხზე ამდგარიყო. მე თუ მკითხავთ ესეთი პასუხია ჩემი. იმიტომ დანარჩენი რამდენჯერაც აქცია ფეხზე ააყენა თვითონვე, გამოვიდა და მისცა გამეორებებში ხედავთ ძალიან მაღალი დონის გაცვლებს მებრძოლებმა გვაჩვენეს როგორც მაღალი დონის კრივი, ასევე კიკბოქსინგი და ჭიდაობა, ასევე რასაკვირველია პარტერიც უნდა აღვნიშნოთ. ნახე, რამდენი ძალა ჭირდება ამ თითოეულის გადაყვანას და რასაც უდაობა აქედა რომ კაცი აგიდგება. კარგად გრძნობს ყაზახის სპორტსმენი პარტერს, ეს არის ჩემი პასუხი შენ დასმულ კითხვაზე. თამლიანის მცდელობების მიუხედავად კი პოზიციური შესრულები დაუშვა ბექამ, თუმცა მე გეტყვი როგორ სადგა გამოვიდა და მისცა საშუალება რომ ამდგარიყო 3 მეტრით რომ მოშორდები ადამიანს და ძირს აქცეული ადგილი გამყო ის ადგება აბა რა ის მომენტში რასაკვირველია შეიძლება არ მოასუთხო და დაპრესო თუმცა იქ აპკიკის საფრთხეა და ჩემაზე თავის დაზღვევის მიზნით უფრო დაიჭირა დისტანცია თუმცა აგერ ნახოთ ახლა მე-4 რაუნდი მატჩის დასრულების მე მგონი ბექას რა ქონდა იცი უეჭველი შეინახა ალბათ ეს 3 რაუნდი თავი. მაგრამ ეს მუცელს გადაეკიდა კიდე უყურე და ერთი აბერკოტი ვერ შევახვედრეთ ამ მუცელს, იმიტომ რომ აბერკოტიც საშიშია, ისე სწრაფად იქნებს ხელებს, შეიძლება მე სახეში გავიტანო. ძალიან კარგი კომბინაცია. თამლიანი შესრულებით 3-ი აი, კაი იყო და წინი არის. აი ხა გავტეხავთ. მიდი რა, მიდი კენი ბარემ წინ შენთით, აი ეგრე აბერკოტი. ოჩა კარგი იყო, მაგრამ არასწორად ქნა. იმ დროს არ ქნა როცა საჭირო იყო. კარგია, აი ესე. კიდევ ერთ ტეიქდაუნი. მიდი ბოლომდე. აი მარცხენა ხელი გათიშულია. გაიცო აი ხა. არ დადგე კუთხესთან რა გჭირს. უნდა შემოატრიალოს თამლიანმა. აი ხა არ უნდა მიიღოს დარტყმები პირიქით წინ უნდა მიაწვეს აქ მაგის შესაძლებლობა თამლიანს კარგი აპერკატი ყოჩა ამუშავდა თამლიანი შედარებით სხვათა შორის ეს რაუნდი მე მგონი ყველაზე მიუხედავად იმისა რომ ყაზახიც კარგად მუშაობს ამ რაუნდში თამლიანის კარგად მუშაობს არა ტაიკლინში არ გვაწყობს ჯობია ფეხებიდან წავაქციოთ ან ისევ ვემუშაოთ გასულში აი ხა კარგი ჯები მოარტყა. კარგი შეახვედრა და აი ხლა ესე ყოჩა ეხლა შეიძლება ჩასვლა. მიწოლა და ჩასვლა შეიძლება. აი ხლა უნდა შევიდეს ფეხში უკვე. კარგი ბრძოლა, დიდებული სანახაობა, ულოცავი. GFC-ს აი ესეთ ხარისხიან და სანახაობრივ ბრძოლები ზუსტად აი ეს არის MMA-ის ხიბლი. როდესაც ორივე მებრძოლი უკომპრომისოდ იბრძვის ყველგან, ეს იქნება კრივი თუ პარტერი, მნიშვნელობა არ აქვს. ნახე, აი ნაბიჯს არ დგავს თამლიანი უკან, ხო? და აი მაგრაგული მწყდება ეხლა, რომ აი პარტერში რომ გადაგვეყვანა ეხლა ამას, ხო, ამდენი ხანი ხო ვაწვალებდით. ამდენი ძალა არ ექნებოდა. არ ძალა ექნებოდა, კულებითაც წინ ვიქნებოდით. ვაჟკაცი ბიჭი ხარ, უკან არ მიდიხარ, გააკეთე ის გასაკეთებელი სწორად რა. ნახე აი ეს ძალიან კარგი აბერკატის მცდელობა. სულ გული მიფანჩქალებს ყაზახი რო იწყებს სერიას, ოღონდ მართლა. არ უნდა აცადოს თამლიანმა სერია თვითონაც შეუძლია ჩავიდეს მუცელი თავი ამუშაოს და მე აი ხა კარგი შეახვედრა. აი მიიღო, მაგრამ პირდაპირი. არა, კიდე მეორე პირდაპირი. აი ეგრე აღარ გაუშვა მას. აღარ გაუშვა, აი ხლა გადაიყვანე, აი ეგრე კარგი ბიჭი ხარ, მიდი. არ შეგამოიყვანო კუთხიდან.
არ უნდა ვამუშაოთ, არ უნდა ვამუშაოთ, საკმარისად ვამუშაოთ. სანახაობა. ნამდვილი საჩემპიონო ორთაბრძოლა. მიდი ბექა, მიდი ბექა. აი უნდა იმუშაოს თამლიანმა, იდაყვები, დაამოკლოს დისტანცია, იდაყვები. აი მიაწექი შენთვის, უკვე დარტყმის თავიც აღარ არის მიხდი ამდენი და ნახე კლინჩი ისეთი მიდის, რა მიდის, აი მიდის გაცვლა რა. სად მოხდება მნიშვნელობა აღარ აქვს, უკვე ორივე იქნებს ოღონდაც მოარტყა. აი დაყვი, კარგი იყო იდაყვი, კი ბატონო. ბრავო თამლიანი, ახლა შეიძლება აი წინი არის რა. შეიძლება იდაყვი ჯონ ჯონსის სტილში, ახლა უნდა შემოატრიალო. აი ეგრე კუთხეში ყავდეს, შენ ყავდეს კუთხეში, ხო შეიძლება. ისევ უნდა არა, კუთხეში არ გვაწყობს კუთხეში. არა, დაისვენებ მერე შენ რო იქნები. 15 წამი. ცოტა დრო დარჩა ძალიან ცოტა დრო დარჩა სხვათა შორის მართლა საინტერესო ბრძოლაა ძალიან და სანახაობრივი ბრძოლა შემოგთავაზეს ბიჭებმა. ნამდვილად საჩემპიონო ბრძოლა, ნამდვილად სასწაული ხდება ჩვენს ოქტაგონში. და მინუს ქულა. რა ქნა ხო არ იცი? ალბათ გალიაზე ჩაჭიდება. ეთყობა წაქსევის დროს ჩამოიკიდა აქედან არ ჩანდა აქეთ მარჯვენა ეს უკვე კუთხეში. ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტიურად რაუნდი წაიღო თამლიანმა და ეხლა უნდა ფაქტიურად არა, წაიღო რაუნდი. ქულა არის მინუს რაუნდი. დამთავრდა. ამ რაუნდში მინუს ნოკდაუნს უდრის ფაქტიურად, კარგ ნოკდაუნს უდრის. აი ძალიან მაგრად ყაზახი სპორტსმენი და შეიძლება ხა თამლიანმა TKO-თი დაასრულოს. მიდი ცოტა საეგრე რა 1-2 აკეთე აეგრე არა შენ არა აი გადაიყვანე რო ერთი ქულა 10 წამიან 10 წამი დარჩა 5 წამი რო ერთი დავაფიქსიროთ ერთი აეგრე პარტერი დომინაცია ჩვენი დამთავრდება ეს რაუნდი კი ბატონო აი რაღაცნაირად გამოვაცალეთ მაინც მაგრამ დაისვენოს იქვე ჩვენმა კაზახი მიმიფორთხიალობს თავის 4-ზე თავის კუთხეში და აი ხა მეხუთე რაუნდის იმედი ძალიან მაქვს თამლიანის. თუთუავს გახსნილი. ყაზახ სპორტსმენს როგორც ჩანს კადრში და მარცხენა თვალი აქვს ბექას დაზიანებული. სულ მალე დაიწყება საჩემპიონო მეხუთე გადამწყვეტი რაუნდი. ამ დღევანდელი ამ წამიდელი მოცულობით ან ფრიან ვიგებთ რა სიტყვი როგორ შეაფასებ ან ფრიან ვიგებთ ეხლა ამონაცემები ვაგებთ მე ფიქრობ რომ ვიგებთ ეგრე ვფიქრობ მაგრამ სამწუხაროდ ვაგებთ იმიტომ რომ ერთი 50 დარტყმით მეტი გვაქვს გაშვებული 5-10-ით არა დარტყმებული ვარ კაკ ყველაზე ცოტა 50 დარტყმით კი მეც ჩვენ საზღვარში გქობ და ამის დარტყმას მეტად უყურებ მაგრამ არ გამოგრჩება ეხლა ისიც ხო როგორც აკეთებს ფაქტი ეხლა მუშაობს ის ბიჭი კარგად მუშაობს ხელებით აი ხა მეხუთე რაუნდში იქნება გადამწყვეტი. ეს გადაწყვეტს ყველაფერს. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ბრძოლის ბედი გადაწყდება აი ეხლა და ამ წამს. და ყველაფერი უნდა ჩადოს ბექა თამლიანმა თუ უნდა რომ კამარი შემოირტყას წელზე და არ გაატანოს ალმატში. მიდი ბექა, მიდი ცოტას არ გააშვებინო ეგ დარტყმები. აი პროსტა აი რა არის იცი ცუდი რო აი ამ დარტყმებს უძლებს უკან ნაბიჯს არ დგავს ბექა და ხელების გადაყრა ხელების გარეშე დარტყმას ვერ მოაყენებთ ამიტომ 3-4-იანი კაუნტერებია საჭირო ნახე სულ მუშაობს კაზახი არც ერთი კაზახს არ უმუშავე ერთ დარტყმიანს აკეთებს მხოლოდ მუცელში აი ეს გვინდოდა ოღონდაც ეხლა არა ვაყენოთ უნდა დავამიწოთ ეხლა არა ვაყენოთ და როგორღაც ეს რაუნდი ბოლო რაუნდი სვარკაჭიდაობა აქ უნდა გამოვიდინოთ ბოლო წვეთის სისხლი ეს არის ბოლო რაუნდი საჩემპიონო ბრძოლა ცხვირში აწვება კი და არიღებს ხმას ბექა უყურე და ცხვირში აწვებოდა და მსაჯმას ვერ დაინახა მსაჯმა დაბლით კი ხო და ბექა ვაშკაცი ბიჭი არ შეიმჩნია ცხვირში რო ხელს აწვევა მაგრამ არა ყენო კიდე რას აკეთებს და ისე ფეხებზე უნდა ადგა ფეხზე და აი ეგრე საკუთხეში არ ჩაყოს თავი აღარ მინდა ეხლა მე აი ამ თუთას და ლაპარაკიც კი არ მინდა ეხლა სამკუთხედი რო ეხლა ბეკას გაუჭიმოს არა ხელი უყურე ხელი მალადეს
ყოჩახ ბექა უყურე ხელს უჭერს დაბლიდან ხედავ ბექა სკორპიონიც შეიძლება მან ძალიან ბევრი მარცხენა. საფრთხე არაფრით არ შეიძლება ეხლა დაიკეტოს აი აქ მორჩა ამბავი ჩემი აზრით ბექათან არ დანებდება და არ დააძინოს გამოვიდეს თუ ეყო ძალა უნდა კაზა მიიყვანოს გალიასთან კისრი როგორღაც ბოლო წამები უნდა მოიკრიბოს ძალა მარჯვენა ფეხი უნდა გადაადოს თავზე დაპრესოს ეხლა რომ მიაწექი ეხლა ხიდის თავი არ კონდეს ყაზახ სპორტსმენს მაგრამ აყურებელს მინდა უთხრა რომ ძალიან ცუდ პოზიციაშია ბექა ამაზე უარის პოზიციაში მე არ ვიცი ვარიანტია რომ ნიკაპის მხარეს დააფრთხილოს და ხელი აქ გაჭიმული ეხლა თორე ბექამ როგორც ხელი ეს და იღლიაში იდაყვი ამოსდოს ჩათვალე რომ დამთავრდა აი გაიქცა ოჩა არა ძალიან ძიმე საკუთხეს გადაურჩით ბექა ხო შეგეძლო 5 რაუნდი ესე ყოფილიყავი აი მე-5 რაუნდში ესე აი ძალიან ძიმე ბრძოლის მომსწრენი გავხდით GFC 31-ზე და არ უნდა ამოვატრიალოს თამლიანი თავის საჩემპიონო რაუნდს აკონტროლებს თავის მოწინააღმდეგეს შეიძლება ახლა ყველაფერი დასრულდეს თუ მძიმე კაუნტერი გაატარა თამლიანმა უნდა 2 წუთი რჩება 2 წუთი 2 წუთი ყველაფერი უნდა ხნა იმისთვის რომ დაასრულო ბრძოლა რომ დამთავრდება შეიძლება გარზე გადასვლა აღარ უნდა თქვა რომ შენ რაღაცა შეგეძლო ბრძოლა რომ დასრულდება აი ბოლომდე უნდა ამოწურო და მე ეჭვი არ მეპარება რომ ბექა ზუსტად დაიამგზა სადღაც და აუცილებელია შეატრიალოს არა იდაყვი არ დაარტყმევინო არაფრით შეიძლება ახლა იდაყვების გასაშვება და პირიქით შეგვიძლია ახლა მარჯვენა ხელით გავაკეთოთ დარტყმები ძალიან გჭირდება ახლა ეს დარტყმები არ გაუშვათ აი ესე რა აი ესე შეგვეძლო 5 რაუნდი აი ესე შეგვეძლო როგორ უმძიმესი სანახაობის მომსწრენი ვართ ქალბატონებო და ბატონებო წუთ ნახევარი ბრძოლის დამთავრება ალბათ წარმომიდგენია როგორ გულშემატკივრობს მთელი ქვეყანა ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო კი არა მიმდინარეობს ბოლო 1 წუთი და 18 წამი მე-5 რაუნდის დასრულებამდე ამ მონაცემებით ძალიან ძიმე იდაყვი ხლა თითქოს თვალებზე აწובה ყაზახი მებრძოლი რაც დარღვევა ეს რაუნდი უნდა ესე დავასრულოთ არა რატო ვარდება გვერდზე რეებს აკეთებს ფეხები გაჩალე თორე ისევ გადაყირავდე ფეხებს ატყუპებს უკვე აი კიდე შეცდომას უშვებს ბექა უკვე ფეხები ეხლა გაჩალა ფეხები შეტყუპებული ფეხები წოდასწორობას ვერ დაიწყო არა ამოშავს გაუტეხა თავი დაბლიდან ნახე მიაწექი კიდე და მიატყლე უნდა გააქტიურდეს თამლიანი ხა თვითონაც უნდა გასცეს პასუხები მე არ ვიცი რას ელოდება ნახე დაბლიდან როგორ ურტყავს იდაყვებს სისხლების შეფები გადის აქეთ-იქით რა ნამდვილი ბრძოლა მიდის რა გასისხლულია ნამდვილი გლადიატორული ბრძოლა აი ბრძოლა ეს რა ხდება მეგობრებო სულ სისხლშია ორივენი თავიდან მოხდის მომსწრენი გავხდით ასეთი სისხლიანი ბრძოლა დიდი ხანი არ უნახია ძალიან საინტერესო და დასრულდა ოჩა რა იყო ბექა ოჩა კარგი იყო მაინც რა არის იცი მე ხლა მაქსიმალური მინდა რომ გააკეთოს ჩემიანს რო ბალეშიკობს სწორად გამიგებს მაყურებელი და ცოტა კრიტიკოსიც ვარ ხოლმე მომენტებში იმიტომ რომ ამის უფლებაც მაქვს საკმაოდ მიკეთებია და მაგიტომ და არ ვიცი ძალიან ძიმე ბრძოლა ძალიან რთული ბრძოლა ეხლა დაძაბრულები ვარ არ ვიცი საჯის გადაწყვეტილებას დავეdo და შედთვის არ იყოს ეხლა ვიქნები ჩუმად საჯის საჯების ამპლუაში ვიყო და მე უწყვეტდე რამეს ნამდვილად არ ვისურვებდი მენანება დამარცხებისთვის ნამდვილად არ ვისურვებდი და მართლა ორივე მენანება ეხლა დამარცხების ნამდვილად საღამოს ბრძოლა ეკუთვნოდა ბიჭებს ჩვენ მებრძოლები ვართ ეს კაზახი ის ბიჭი იყო რომელიც უნდა მოგვეწონოს რა მივუხედავთ იმისა ჩვენსაც ყოველთვის უბალეიშიკეთ და ორივეს ეკუთვნის მართლა რომ აი რა ვიცი აი გამეორება აი ფეხში ერთი გადაყვანა აქედან აუდგა მეორე მესამე არა უშავს ნახოთ საჯები რა სიტყვიან რაღაც დაიძაბა სიტუაცია ოქტაგონში
ო დაძაბულობა და ეგეთი რაღაცები არ შეიძლება, ესენი ცოტანი არიან, ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ სტუმრის პატივისცემა კარგად ვიცით. მიღებაც გასტუმრება. გამარჯვებულს კამბრით დააჯილდოვებს GFC-ის ლიგის პრეზიდენტი ბატონი გიორგი გაბულაშვილი. Ladies and gentlemen, after 5 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges have scored this contest for the winner by split decision. And new undisputed GFC welterweight champion of the world, Becca! და გამარჯვებულია ბექა თამლიანი ულოცავ ბექას ამ დიდებულ ბრძოლას ოჩახ მიულოცოთ ნამდვილად ყველაფერი უკან არის უკვე ეს იყო ნამდვილად გლადიატორების ნამდვილი მეომრების გამარჯვებულ საჩუქარს გადასცემს ვიტამინი ჯის წარმომადგენელი.